ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამხრეთ ფასადზე ვიტრაჟების რესტავრაცია დასრულდა. ამ ეტაპზე აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ვიტრაჟების რეაბილიტაცია გრძელდება. ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის პირველი და მეორე ეტაპი წინა წლებში განხორციელდა და მოიცავდა ფასადების ვიტრაჟებისა და ფერწერის რესტავრაცია რეაბილიტაციას. უახლოეს მომავალში იგეგმება ტაძრის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტაძარია, რომელიც ცნობილია თავისი ნეოგოთიკური არქიტექტურით, ვიტრაჟებითა და საინტერესო ისტორიით. საკმაოდ რთული იყო ეს პროცესი, ვინაიდან იმთავითო ვიტრაჟების დაზიანება გამოიწვია კონსტრუქციების დაზიანებამ. და აი როდესაც მოხდა ფაქტიურად კონსტრუქციების რესტავრაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ვიტრაჟების რესტავრაცია, ვინაიდან ფორმა დაკარგული ჰქონდა, იფშნებოდა. ეხლა ამ პროექტის ფარგლებში მოხდა კონსტრუქციების აღდგენაც და ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ აი დაბრეცილი ფორმიდან გამოიღე ერთი ფორმის ვიტრაჟი და ჩასმის დროს აღმოჩნდა, რომ გასწორებულში უკვე აღარ ჯდება. ამდენად საკმაოდ რთული პროცესი იყო. სრული ბიუჯეტი ამ პროექტის შეადგენს 993,000 ლარს. ამჟამად მომზადების პროცესშია ტაძრის შშმ პირთათვის ადაპტირებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტი, რაც გულისხმობს ბილიკების, განათების და შშმ პირთათვის ელექტროლიფტის მოწყობას. Რამოდენიმე წლის განმავლობაში ორ ეტაპად უკვე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, კერძოდ ეს იყო ფასადის სამუშაოები, შიდა საინტერიო სამუშაოები და ასევე ფერწერის სამუშაოები. ეს გარდა სულიერი დატვირთვისა ატარებს ძალიან დიდ კულტურულ მნიშვნელობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ასეთი ძეგლის მოვლა პატრონობა.